თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. გადაცემის სპონსორია იურიდიული კომპანია ანასტასიო. მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც აუცილებლად აისახება ხარისხზე. იურიდიული კომპანია ანასტასიო. 591 60 11 12. დღეს ოთხშაბათია, პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი. მე ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი ვარ. სახალხო დამცველი 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დაცულია თუ რა ადამიანის უფლებები ქვეყანაში, რა შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს უჩან ნანუაშვილს, სამართალდამცავებთან და მთავრობასთან. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ კანონის შეკითხვებს უპასუხებს სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციდაძე. მსმენელს შეუძლია დაარეკოს ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 ან მოგწერეთ შეკითხვა Facebook-ის საშუალებით კანონი რადიო იმედი. დაგვირეკეთ ნომრებზე 292 11 88 292 11 99 ან მოგწერეთ მისამართზე კანონი @radio-imedi.gi. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. მოგესალმებით ქალბატონათია, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობას იღებთ ჩვენს გადაცემაში. თავიდან მოდით დავიწყოთ საუბარი. სახალხო დამცველები მუდმივად აქვეყნებენ ანგარიშებს ამ ქვეყანაში, მუდმივად არის საკმაოდ ვრცელი ეს ანგარიში, დეტალურად არის აღწერილი კონკრეტული დარღვევების შესახებ, რეკომენდაციის ნაწილიც არის, თუმცა რეაგირება რამდენად მოყვება ხოლმე ეს კიდევ მეორე თემაა. თქვენ დიდი ხანი არ არის რაც გამოაქვეყნეთ ეს ანგარიში წინა კვირას. თუ იყო რაიმე უკვე გადადგმული ნაბიჯი, თუ შეინიშნება და გაგვთ იმის დავუშვათ დაბეჭდილება, რომ შეიძლება ამ ანგარიშს მოყვეს რაიმე შედეგი და შემდეგ უკვე განვიხილოთ დეტალურად ანგარიშის პუნქტები და მუხლები. მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. კი, ნამდვილად სწორად ბრძანებთ, სახალხო დამცველის ანგარიშები უკვე არაერთი წელი არის ძალიან მოცულობითი და ფარავს ძალიან ფართო სპექტრს ადამიანის უფლებების, ფაქტიურად ყველა თემას ეხება. ბოლო წლებში ასევე ახალი, ესე ვთქვათ, მონაცემებიც არის იმ კუთხით, რომ სოციალ-ეკონომიკური უფლებების მიმართულებით განსაკუთრებით აქცენტს აკეთებს სახალხო მოქმედი სახალხო დამცველი და ცალკეული უფლებები, როგორიც არის მაგალითად გარემოში ცხოვრების უფლება, კულტურული მემკვიდრეობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე არის ასახული, თუმცა ტრადიციულად დიდი ნაწილი ეთმობა სამართალდამცავ სისტემებს, სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებს ზოგადად, ასევე სასჯელ აღსრულების დაწესებულებებს, პენიტენციურ დაწესებულებებს, დახურულ დაწესებულებებს ნებისმიერი ტიპის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ამ სფეროში განსაკუთრებით მოწყვლადი არის ადამიანი, როდესაც სახელმწიფოს და მოქალაქეს, ასე ვთქვათ, კონტაქტს ეხება საქმე და ბუნებრივია განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ამ თემებს და რეკომენდაციებიც არის საკმაოდ ვრცელი. მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველი ასევე ასრულებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციას, რაც გულისხმობს სწორედ დახურული დაწესებულებების მონიტორინგს, სადაც შედის როგორც ციხეები, ასევე პოლიციის უწყება თვითონ და ნებისმიერი სხვა სოციალური საცხოვრისების სახლები, თქო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ხანდაზმულებისათვის, ფსიქიატრიული დაწესებულებები, რომელიც კვლავ რჩება საკმაოდ პრობლემურ სფეროდ, ასე რომ ვთქვა და ძალიან ბევრი რამე არის გამოსასწორებელი, მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული პოზიტიური ცვლილებებიც ძალიან ნელი ნაბიჯებით, ესე რომ ვთქვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ეს ნაწილი საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებსაც უკავშირდება და სახელმწიფოს მხრიდან აი ამ კუთხით მეტი რესურსის გამოყოფას საჭიროებს. რაც შეეხება სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებას, რეკომენდაციები არის საკმაოდ ბევრი, ყოველწლიურად დაახლოებით 100-მდე რეკომენდაცია არის შესული თვითონ საპარლამენტო ანგარიშში. გასული წლის მონაცემებით, უბრალოდ 2015 წლის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, იმიტომ რომ შესრულების მონაცემები ამ შემთხვევაში მხოლოდ 2015 წლის გვაქვს, რადგან როგორც თქვენ ბრძანეთ 2016 წლის ანგარიში სულ ეხლახან გამოქვეყნდა და მის შესრულებაზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. იყო დაახლოებით
ნახევარი სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ შესრულებულად. ან 50%. მაგრამ აი საინტერესოა ამ 50%-ში მუდმივად მებადება შეკითხვა. ის 50% იყო, რომელიც პრიორიტეტულია თუ ის 50%, რომელიც ნაკლებად ბუნებრივია ცუდ შედარებას ვახდენ, თუმცა ამომავალი ადამიანის ფუნდამენტური უფლების ნაწილში 50% შესრულდა, თუ მეორე ხარისხოვანი შედარებით. თუ შეიძლება ასე კატეგორიებად დავყორავდეთ. ეს კატეგორიებად მაინც არ უყოფთ, ესე ვთქვათ, რეკომენდაციებს, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ აი კრიტიკული რეკომენდაციები, რასაც გვერდ სისტემურ საკითხებს შეეხება, როგორიც არის მაგალითად გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებული საკითხი, როდესაც ვთქვათ სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზე არის საუბარი, ან მაგალითად შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, არსებითად ეს რეკომენდაციები წლიდან წლამდე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მეორდება, იმიტომ რომ სრულყოფილად შესრულებულად ვერ ჩავთვლით. ცალკეული კომპონენტები აი ამ სისტემური საკითხის გამოსწორებულია, შეგვიძლია მე დეტალურად ეს გავშალოთ ეს ნაწილი, თუმცა არსებითად სახალხო დამცველის მოთხოვნაც რაც არის ამ საკითხზე, რომ მაგალითად შეიქმნას სრულუფლებიანი შრომის ინსპექცია, რომელიც შრომის პირობებს და შრომის უსაფრთხოებას დაიცავს ქვეყანაში და ამის მონიტორინგს გააკეთებს სრულყოფილად, ეს შექმნილი არ არის ამ ეტაპზე. ისევე როგორც სამართალდამცავი უწყებების მიერ და პენიტენციურ სისტემაში ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიება, რომლისთვისაც სახალხო დამცველი, მათ შორის ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, ანუ ცალკე უწყებას, რომელიც დამოუკიდებელი იქნება როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე პროკურატურის სისტემიდან და ასეთი დანაშაულების გამოძიებას მიყოფს ხელს, ესე რომ ვთქვათ, ეს რეკომენდაციაც წლიდან წლამდე მეორდება, უკვე ბოლო მეოთხე წელია უკვე. არ მიდის ხელისუფლება არის ამ საკითხზე არის დისკუსია, დიდი დისკუსია, ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნაც მათ შორის საქართველოს და ევროკავშირის შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშიც, რომ ესეთი ეფექტური მექანიზმი შეიქმნას, თუმცა მოდელზე, ესე რომ ვთქვათ, ვერ შევჯერდით სახელმწიფოს კონკრეტულ უწყებებს აქვს თავისი ხედვა, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს მექანიზმი, თუმცა ჩვენ სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ცოტა განსხვავებული ხედვა გვაქვს და საბოლოო ჯამში ვერ მოხდა ის, რომ მოხდეს კანონის ინიცირება და უკვე პარლამენტში გადაინაცვლოს ამ დისკუსიამ, თუმცა დისკუსია მიდის უწყებაჩორისი კომისიის ფარგლებში უკვე არაერთი წელია, მაგრამ დიდწილად ვთქვათ ერთი და იგივე საკითხებზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ შეჯერება პოზიციების ესე რომ ვთქვათ ვერ მოხერხდა ამ დრომდე. გაბატონეთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ უკვე 2010 რა გაითვალისწინა ხელისუფლებამ ბუნებრივია შესავალი გავაკეთეთ, თუმცა უკვე მოდით 2016 წლის ანგარიშთან დაკავშირებით ვისაუბროთ. იყო პერიოდი ქვეყანაში, როდესაც მუდმივად გამოდიოდნენ არასამთავრობო სექტორის ნაწილი იყო თუ საზოგადოების ნაწილი და ამბობდნენ, რომ პოლიციელების მხრიდან არ ხდება რეაგირება სწრაფად ამა თუ იმ დანაშაულზე, არ არის კონტროლი პოლიციის მხრიდან, ანუ პოლიციის სისუსტე ზე საუბრობდნენ ხშირ შემთხვევაში. დღეს დადგა ეტაპი, როდესაც საუბრობენ პოლიციის მიერ და უშუალოდ სხვადასხვა სახის გადაცდომებზე და აქტიურობაზე. როგორ უნდა, ანუ საშუალო ოქროს ზღვარი ვერ მოძებნა სახელმწიფო უწყებამ პოლიციამ, რომელიც ადამიანის უფლებებთან პირდაპირ კავშირშია. რატომ დიდი ნაწილია საკმაოდ პოლიციელთა მხრიდან გადაცდომებზე დათმობილი სახალხო დამცველის ანგარიში. რა რჩება დღეს ისევ მთავარ პრობლემად ქვეყანაში პოლიციელთა მხრიდან? სამართალდამცავ უწყებებს რაც შეეხება, წლიდან წლამდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომართვიანობა სახალხო დამცველის აპარატში ფაქტიურად ერთნაირად რჩება, ერთგვაროვანი ტენდენცია არის, რომ საუბრობენ ძალის გადამეტების ფაქტებზე პოლიციის მხრიდან დაკავების დროს და დაკავების შემდგომ და ესეთ ფაქტებზე ჩვენთვის რაც არის ცნობილი და რა შემთხვევაში სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, გამოძიებას შედეგები უცნობია, არ დამდგარა, ესე ვთქვათ, საბოლოო შედეგი, შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, რაც გულისხმობს იმას, რომ ფაქტიურად ჩვენ წარმოებაში არსებულ საქმეებზე ბრალი არავის არ წაყენებია, ასე რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაგვაჩნდა ხელთ დოკუმენტები, რომ პირს აღენიშნებოდა, დაკავებულ პირს აღენიშნებოდა დაზიანებები და ის ვთქვათ თანმიმდევრულად ყვებოდა იმ მოვლენებს, თუ როგორ გახდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების თუ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. რომ ვთქვათ, რომ ძალიან დიდ ყოველ შემთხვევაში სახალხო დამცველისთვის რაც არის ცნობილი, ძალიან დიდ ციფრებთან გვაქვს
აქვს საუბარი, ესეც არ იქნება სწორი, მაგალითად 2016 წელს ქონდა სულ 6 შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველმა კონკრეტულად გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას პოლიციის მხრიდან სავარაუდოდ ძალის გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ასეთ არც ერთ ამ ფაქტზე საბოლოოდ ბრალის წაყენება არ მომხდარა არავისთვის. ყველასთვის ცნობილი საქმეებია ალბათ სულ რამდენიმე, რომელზედაც პოლიციას ბრალი წაეყენა, ერთ-ერთი მაგალითად არის 2015 წელს შემთხვევა ადვოკატი მდინარაძის სავარაუდოდ ცემის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც პოლიციის უფროს წაეყენა ბრალი, თუმცა ეს საქმე დღემდე სასამართლოში არის და განიხილება, ანუ დასრულებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბრალის აყენება მოხდა. ასევე გასულ წელს ალბათ ყველასთვის კარგად ცნობილი არის დემურ სტურუას შემთხვევა, როდესაც მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე და აქაც პოლიციის მიმართ მოხდა ბრალის წაყენება ერთ-ერთი პოლიციის მიმართ, მაგრამ ეს საქმეც გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო დეტალები გარკვეული არ არის. ანუ ერთეული შემთხვევები არის, როდესაც ბრალი წაეყენა ამა თუ იმ პოლიციელს, მაგრამ მთლიანობაში ჩვენი სახალხო დამცველის ხედვა ამ საკითხის მიმართ არ არის მაინც და მაინც ის, რომ ყოველთვის ესეთი შემთხვევები თუ კი არსებობს, თავარი მოთხოვნა ჩვენი არის ის, რომ გამოძიება მოხდეს სრულყოფილად და კითხვის ნიშნები არ დარჩეს. რატომ არ აკეთებს დაუშვათ ეს უწყება სახელმწიფო ამ შემთხვევაში, რატომ არ არის კეთილინება, რომ გამოიძიონ და დაუშვათ სახალხო დამცველსაც აღარ კონდეს სასაუბრო და იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც საკმაოდ აქტიურია ქვეყანაში თითოეულ გადაცდომასთან დაკავშირებით. კი, ფაქტია, რომ ნებასთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა. შეიძლება ძალიან ბევრი გამომწვევი მიზეზი ჰქონდეს ამას. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი მაინც მდგომარეობს იმაში, რომ პოლიციელებს არ აქვთ სათანადო ცოდნა გამოცდილება თუ როგორ უნდა მართონ ესა თუ ის შემთხვევა და თქვათ კრიტიკულ სიტუაციაში ძალის გამოყენება არის გამოსავალი. ამ თქვათ ჩვენების მიღების მიზნით ძალადობის ფაქტებზეც საუბრობენ ცალკეული ადამიანები, ვინც ახალხო დამცველს მომართავს. ეს არის მეთოდი, ესე ვთქვათ, გამოძიების ხელში დღემდე სამწუხაროდ, რაც ეს თქვა საბჭოთა კავშირიდან მოსდევს ზოგადად ამ ძალოვან სტრუქტურებს ასეთი მეთოდებით მართვა. თუმცა გამოძიების სხვა უფრო ესე ვთქვათ თანამედროვე მეთოდები უნდა იყოს გამოყენებული და ალბათ ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ აღიარებითი ჩვენება არ უნდა იყოს საქმეში, ან ზოგადად ჩვენება მოწმის მიერ მიცემული არ უნდა იყოს მთავარი მტკიცებულება. ამაზე საუბრობენ უფლებადამცველები ამ სტუდიაში. აბსოლუტურად ეს არის დღემდე რჩება იმ მოცემულობად, რომ სისხლის სამართლის საქმეები დიდწილად და არსებითად ეფუძნება სწორედ ჩვენებებს, კონკრეტული მოწმე იქნება ეს თვითონ ბრალდებული საქმეში, რაც არის პრობლემა და უკვე უნდა გადავიდეს საქართველოს იმ შემდგომ ეტაპზე, რომ სისხლის სამართლის საქმეები სრულყოფილად ასეთ ჩვენებებს, მარტო ამ ჩვენებებს არ ეყრდნობოდნენ. სწორედ აი ეს ამ მიზნის გამო მოხდა ის, რომ ნებაყოფლობით მოწმის დაკითხვის ახალი წესი შემოვიღეთ კოდექსში, რაც სრულყოფილად ჯერ არ არის ამოქმედებული მარტო ცალკეულ დანაშაულებთან დაკავშირებით მოქმედებს, მაგრამ მიზანი არის ის, რომ სრულად ამ მოდელზე გადავერთოთ და ეს გამოიწვევს იმასაც, რომ აი შემცირდება ისეთი შემთხვევები, როდესაც თქვათ მოწმეები საუბრობენ იმაზე, რომ მათი ძულების ფსიქოლოგიური ზეწოლით მარტო ფიზიკურ ზეწოლაზე არ არის საუბარი, ფსიქოლოგიური ზეწოლაც არის პრობლემა და დანაშაული და ესეთი შემთხვევები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. დასკვნაში წერია, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და პოლიციის ავტომობილში ან განყოფილებაში გასაუბრების მანკიერი პრაქტიკა. რას გულისხმობს ეს გასაუბრება? ანუ თქვენ ახსენეთ ფსიქოლოგიური ზეწოლა, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, არჩევნებამდეც გვახსოვს, როდესაც გარეგანი დაზიანება შესაძლოა პირს არ ქონდა, დადიოდა მითები, რომ პოლიციას შეუძლია ისე დაარტყას, რომ არ ქონდეს დაუშვათ დაშეშილობა, არ იყოს ეს ხილული საზოგადოებისთვის, თუმცა ამ დროს ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს. ესე საუბრობდნენ ყოველ შემთხვევაში ახლა უკვე ხელისუფლებაში მყოფი პირებიც მათ შორის. რა არის ეს მანკიერი პრაქტიკა, რაზეც თქვენ საუბრობთ, შეგიძლიათ რომ ეს უნდა ვთქვათ, რომ 2015 წლის ანგარიშში საუბრობდით ამაზე, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ სისტემურ მონიტორინგებსაც ვახორციელებთ პოლიციის განყოფილებებში და ვესაუბრებით ასევე ადვოკატებს, თვითონ პირებს, ვინც იყო დაკავებული და შეხებაში იყო პოლიციასთან და ეს ფაქტიურად დიდი ნაწილი ამ ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ ეს გასაუბრებს ეგრეთ წოდებული
გასაუბრების პრაქტიკა ჯერ კიდევ არსებობს. რაც გულისხმობს სწორედ იმას, რომ ყოველგვარი სტატუსის გარეშე პირებთან პოლიციის თანამშრომლები ეკონტაქტებიან მათ, თქვათ შეიძლება ეს იყოს თუნდაც ქუჩაში, ავტომობილებში ხშირ შემთხვევაში, ან მათ შორის პოლიციის განყოფილებაშიც, სადაც ამა თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების მიზანი აქვს დიდი ალბათობით ასეთ თქვათ გასაუბრებებს, მაგრამ აქ პრობლემა არის სწორედ ის, რომ ამ ადამიანებს სტატუსი არ გააჩნიათ, მაშინ როდესაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ, როდესაც პოლიცია ეკონტაქტება მათ თუ იმ მოქალაქეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ან რაღაც ფაქტთან დაკავშირებით, ის მას უნდა ჰქონდეს ან მოწმის სტატუსი, ან შეიძლება იყოს თქვათ ეჭვმიტანილი დანაშაულში უბრალის წაყენება შეიძლება მოგვიანებით მოხდეს, მაგრამ რაღაცა სტატუსი, რაც ამ ადამიანს გარკვეულ უფლებებსაც აძლევს, რომ მათ შორის თქვათ ადვოკატის ყოლის უფლება ჰქონდეს, ან თუნდაც ის, რომ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება პოლიციის განყოფილებაში იყოს ადამიანი, მაგრამ არსადაც არ აღირიცხოს, რომ ის ამ პოლიციის განყოფილებაში შევიდა. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაც მაგალითად იყო, რომ აღრიცხვის ჟურნალები, რომელიც აქვთ ყველა პოლიციის განყოფილებაში შესასვლელში, იქ აუცილებლად აღირიცხებოდეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც მაგალითად გამომძიებელთან შეხვედრაზე მიდის. ჩვენი შემოწმების შედეგებით ესეთი პრაქტიკა არ არის, იქ აღირიცხება მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც თქვათ რაღაცა სტატუსით უკვე არიან შეყვანილი ან დაკავებულები არიან, მაშინ როცა თუნდაც გამოკითხვაზე თუ მიდის პირი გამომძიებელთან და პოლიციის განყოფილებაში ხვდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვითაც და საერთაშორისო სტანდარტითაც, რომ ის უკვე არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ესე ვთქვათ, იურისდიქციაში ექცევა სრულყოფილად და ისინი არიან პასუხისმგებელი ამ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და თუ კი ესეთი ადამიანი შემდგომ უკვე დაზიანებებით გამოდის ამ შენობიდან, რა თქმა უნდა, აქ უკვე სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს, რომ მას არ მიუყენებია ამ ადამიანისთვის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან ეს დაზიანებები არ მიუღია მათ ხელში. ანუ მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში უკვე სახელმწიფოზე გადადის და დამაჯერებელი პასუხები უნდა არსებობდეს პოლიციის მხრიდან. ეს გასაუბრებების პრაქტიკაც სწორედ ამიტომ არის დეტალურად განხილული ჩვენს უკვე 2016 წლის ანგარიშშიც და საუბრობთ იმაზე, რომ პრობლემა არის მათ შორის ოჯახის წევრებთან შეტყობინების საკითხი დაკავებული პირისათვის თუ მოწმის სტატუსის მქონე პირისათვის, ასევე ადვოკატთან დაკავშირებით. შემოშფოთებელი ტენდენცია, რომ შესწავლილი სისხლის სამართლის საქმეებიდან თითქმის ნახევარ შემთხვევაში დაკავებულ პირს საერთოდ არ ყოლია ადვოკატი. არსებობს სახაზინო წესით ადვოკატი იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს არ აქვს უფლება. ანუ რას გულისხმობთ ადვოკატი? არ მისცეს უფლება, რომ შეეტყობინებინათ და დაიქირავებინათ ადვოკატი? შეიძლება აქ სხვადასხვა შემთხვევასთან იყოს საქმე, ის რომ შეიძლება ამ ადამიანს პრობლემა, ყველაზე დიდი პრობლემა ადვოკატთან დაკავშირებით არის ის, რომ არ აძლევენ პირშესაძლებლობას, რომ მოითხოვოს ასეთი ადვოკატი, ან არ განუმარტავენ ამ უფლებას, რომ მას შეიძლება ჰყავდეს ადვოკატი, მათ შორის მოითხოვოს სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატი, გარდა იმ შემთხვევების, როდესაც სავალდებულო დაცვას ითვალისწინებს კანონმდებლობა, იქ აუცილებლად საჭირო არის ხო შემთხვევაში კანონის დარღვევასთან იქნება საქმე და ყველაზე კრიტიკული არის პირველ საათებში, როდესაც პირი ხდება პოლიციის ხელში, იმ დროს ადვოკატის ყოლის უფლება, როგორც კი პირი, თქვა დაკავებულად არის ცნობილი, მას უნდა შესთავაზონ, რომ უნდა განუმარტონ, რომ მას ყავს ადვოკატის ყოლის უფლება და ეს ყველაზე კრიტიკული სწორედ იმ მომენტში არის ადვოკატის გადამწყვეტი წუთები შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სწორედ იმ დროს არის ყველაზე, ესე ვთქვათ, მოწყვლადი ის ადამიანი და მოწმის სტატუსიც თუ აქვს, რატომღაც ითვლება, რომ მოწმეს არ ჭირდება ადვოკატი, ხშირად მოგვისმენია ასეთი განმარტებებიც, მაგრამ ეს ასე არ არის, თუ პირს უნდა რომ ჰყავდეს ადვოკატი, მას აქვს ამისი სრული უფლება მოწმის სტატუსით პოლიციაში ყოფნის შემთხვევაშიც კი. და ჩვენ ასევე გვქონია შემთხვევები, როდესაც ადვოკატებმა მოგმართეს თვითონ 2013 წელს სამი ესეთი შემთხვევა იყო კონკრეტულად, როდესაც უკვე ადვოკატები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ვართ პოლიციის განყოფილებაში და არ გვაძლევენ უფლებას, რომ ჩვენს დაცვის ქვეშ მყოფ პირს შევხვდეთ. ესეც რა თქმა უნდა არის პრობლემა, როგორც კი ადვოკატი არის ადგილზე, მან აუცილებლად უნდა ნახოს ის ადამიანი, ვის უფლებებსაც იცავს.
ბუნებრივად ანგარიში მხოლოდ ნეგატივი და ცუდი არ არის ნახსენები, არის ასევე პოზიტივიც და არის ის რა გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ძალოვანი უწყებების მხრიდან იმისთვის რომ უფრო მეტად დაცული იყოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა, ამაზე უკვე რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ და ასევე ვისაუბრებთ ზოგადად ანგარიშის სხვადასხვა დეტალებთან დაკავშირებით. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალი იურისტების დახმარებით პასუხი გავცეთ თქვენს ყველა სამართლებრივ შეკითხვას. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი დღევანდელი სტუმარია კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე საუბრობთ ადამიანის უფლებების შესახებ და საუბარი ჩვენ დავიწყეთ სამართალდამცავი უწყებასთან მიმართებაში. რომ ამოვწუროთ სამართალდამცავი უწყება, ბუნებრივია ვერ ამოვწურებთ, იმიტომ რომ საკმაოდ ვრცელია, მაგრამ თავარი საკითხები რომ განვიხილოთ ამ მიმართულებით. ერთ-ერთი რაც მე პირადად მომხვდა თვალში ამ დასკვნაში რაც წერია გარკვეულწილად ვისაუბრეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა რომ დეტალურად განვიხილოთ 2015 წელთან შედარებით საანგარიშო პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა რაოდენობა შემცირდა. ეს არის დადებითი რაც მოხდა. თუმცა გაზრდილია დაზიანებით შესახლებულ პირთა და პოლიციელთა მიმართ პრეტენზიების რაოდენობა ბოლო 4 წლის განმავლობაში 2016 წელს იზოლატორში შესახლებულ პირთა საერთო რაოდენობასთან მიმართებაში დაზიანებულ შესახლებულების რაოდენობა არის გაზრდილი. ერთის მხრივ თქვენ წერთ კარგს, რომ პოლიციაში იზოლატორში შესახლებულთა რაოდენობა მცირდება, თუმცა აქვე მოაყოლევთ მაგრამ და ეს მაგრამ არის აქ მთავარი. ანუ პოლიციელთა მხრიდან ხდება დაკავება, დავუშვათ, შეიძლება ადამიანმა მიიღოს დაზიანება. ყველა შემთხვევაში პოლიციელია დამნაშავე, დავუშვათ, მარტო შეიძლება პოლიციელს დავაკისროთ პასუხისმგებლობა თუნდაც ადამიანის პირის დაზიანებებთან დაკავშირებით. მოდური გახდა გარკვეულწილად, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ არ გვივიდეს რომ სუბიექტური ვართ და პოლიციელებს მხოლოდ ცუს საუბრობთ, რომ არ იყოს პოლიცია, ალბათ არ იქნება ადამიანის უფლებებიც დაცული და წესრიგი ქვეყანაში. ამიტომ მინდა გითხოთ, მოდურიც გახდა პოლიციელების კრიტიკა ხშირ შემთხვევაში ნეგატივი საზოგადოების მხრიდან. ნახეთ კადრები რამდენიმე დღის წინ როგორ დააკავეს პირი, რომელიც გარკვეულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, რბილად რომ ვთქვათ, ალბათ მოქალაქის თვალით დანახული ყოველი შემთხვევაში ესე იყო. ანგარიშის მიხედვით აი რამდენად ხშირად დასტურდება ფაქტი, როდესაც აბრალებენ პოლიციელს, რომ მან ის გაუსწორდა ფიზიკურად. თუ საერთოდ რო არ მიმდინარეობს ძიება, ვერ იტყვით ამის შესახებ. მოგახსენებთ კი, რა თქმა უნდა, დაკავების დროს, რა თქმა უნდა, არის იმის რისკი, რომ იქნება პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა ცალკეულ შემთხვევებში და ამ დროს დაშვებულიც კი არის, რომ პოლიციამ გამოიყენოს ძალა. თუმცა ეს ძალაც აუცილებლად უნდა იყოს პროპორციული. ანუ პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ იმაზე მეტი ზიანი მიაყენოს პირს, ან იმაზე მეტად შეზღუდოს პირი ფიზიკური ძალის გამოყენებით, რაც საჭირო არის დანაშაულის აღსაკვეთად ან სავარაუდოდ დამნაშავე პირის დასაკავებლად. პრობლემა ჩვენი გადმოსახედიდან სწორედ ის არის, რომ ესეთ შემთხვევებს სათანადო შეფასება არ ეძლევა და ეს სათანადო შეფასება სწორედ გამოძიების პროცესში უნდა მოხდეს. ჩვენ რამდენიმე შემთხვევაში მივმართეთ პროკურატურას და ვეუბნებოდით იმას, რომ შეიძლება არასათანადო მოპყრობას კი არ ჰქონდა ადგილი, ანუ კი არ ცემეს ვიღაცა, ან თქვათ აღიარების მიღების მიზნის თქვათ კი არ გამოიყენეს ფიზიკური ძალა, არამედ შეიძლება დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევას ჰქონდა ადგილი, მაგრამ თუ ესეთი მძიმე დაზიანებები აქვს ამ დაკავებულს, ხომ არ გადაამეტა პოლიციელმა თავის ძალის გამოყენების საზღვრებს. ესეც უნდა იყოს აუცილებლად გამოძიების საგანი, მაგრამ ფაქტიურად პრაქტიკაში არ არსებობს შემთხვევა საქართველოში, რომ გამოძიება აი ამ მიმართულებით წარმართულიყო დაკავების დროს, რამდენად პროპორციულ ძალას იყენებს პოლიცია პირის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ასეთ დროს გვექნება, თუ კი აი ესეთი გამოძიებებს ექნება ადგილი და ყველა კითხვას, რაც შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს კონკრეტული ფაქტის გარშემო, ექნება დამაჯერებელი პასუხი, იქნება
იქნება სათანადო მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები, თუ კი ეს არის შესაძლებელი და ასე შემდეგ, მაშინ ექსპერტიზის დასკვნები და სხვა ჩვენებები პოლიციელების ყველა ვინც არის მონაწილე იმ პროცესის გამოკითხვა, ოღონდ ის კი არა რომ თქვა ყველა ხშირ შემთხვევაში ხდება ესე რომ არიან გამოკითხული პოლიციელები, მაგრამ სიტყვით იმეორებენ ერთი და იგივეს, რაც არის პრობლემა და აჩენს კითხვებს, რომ რატო შეიძლება იყოს აბსოლუტურად იდენტური, სიტყვით იდენტური ჩვენებები პოლიციელების მხრიდან გამოძიების პროცესში. აი ესეთი ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ იმას, რომ ყველა დაზიანების დროს აპრიორი პოლიციელი არის დამნაშავე. ეს ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს, თუ კი პირი მის ხელში დაზიანებებით აღმოჩნდა, უნდა ამტკიცოს, რომ მას არ მიუყენებია ეს დაზიანება, გამოძიება უნდა იყოს იმდენად სრულყოფილი, რომ კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს. და ასეთ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზეც, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციამ კი არ გადაამეტა ძალას, არამედ ეს იყო აუცილებელი, რომ ეს ძალა გამოეყენებინა, სხვანაირად დანაშაულს ვერ აღკვეთავდა. ჯერჯერობით ჩვენ ამ მდგომარეობამდე მისული არა ვართ. ამიტომ სახალხო დამცველის უკვე არაერთი გასულ წელსაც ჰქონდა ეს რეკომენდაცია და 2016 წლის ანგარიშიც არის შესული ვიდეო კამერების გამოყენებასთან, ვიდეო ჩანაწერების ეფექტურად გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვდით, რომ როგორც სამმართველოები, პოლიციის განყოფილებები ყოფილიყო აღჭურვილი ვიდეო კამერებით, ასევე თუ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ვინც შეიძლება დაკავებაში მონაწილეობდეს და უშუალოდ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავის შეპყრობა და ასეთი მოქმედებების ჩატარება უწევთ, მათაც ჰქონდეთ კამერები, სამხრე კამერები, ისევე როგორც აქვს პატრულის თანამშრომლებს და ეს ჩანაწერები ინახებოდეს ისეთი ვადით, რაც ამის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. საბედნიეროდ უნდა ვთქვათ, რომ თებერვალში ჩვენ მქონდა პარლამენტში განხილვა 2015 წლის ანგარიშის შესრულების, რეკომენდაციების შესრულების სახალხო დამცველის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ სახალხო დამცველის ეს რეკომენდაცია დიდწილად გაზიარებული არის სამინისტროს მხრიდან, უკვე დაიწყეს პოლიციის განყოფილებების ვიდეო მეთვალყურეობის კამერებით აღჭურვა, თუმცა ყველა დასრულებული არ არის, ბუნებრივია ესეც ფინანსებს უკავშირდება, ისევე როგორც განიხილავენ კრიმინალური პოლიციისთვის ასეთი კამერების ქონის შესაძლებლობას და ის სხვა ქვეყნების გამოცდილებაც რომ ვნახოთ, სხვათა შორის ცრუ საჩივრების რაოდენობაც მცირდება, როდესაც ესეთი ჩანაწერები ჩნდება მიზანმიმართული. დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ვუშვებთ ისეთ შესაძლებლობასაც, რომ პირები, ასე ვთქვათ, შეიძლება ბოროტად გამოიყენონ ის, რომ მათ დაზიანებები ან ჰქონდათ ადრე მიყენებული, ან მართლა თვით დაზიანება მიიყენეს პოლიციის ხელში და აბრალებენ პოლიციის თანამშრომლებს და აი ასეთი გარემოებებისგან თავის დაცვის მექანიზმი პოლიციის მხრიდან სწორედ იქნება ასეთი ჩანაწერების გაჩენა და ეს არის დაცვის მექანიზმი ორივე მხარისთვის და მათ შორის პოლიციისთვისაც. ამიტომ აქეთკენ უნდა წავიდეთ სიმართლის დასადგენად. აუცილებლად უნდა გკითხოთ ეგრეთ წოდებულ რეიდებთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელში არაერთხელ გადავაწყდი, თუნდაც წერენ ადამიანები, რომ აი ქუჩაში იდგა, გამოვიდა რაღაც შენობიდან, გადამოწმების მიზნით გადაიყვანა, იგივე საუბარია ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით. რამდენად კანონიერია ეს და ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანის შესახებ მსმენია, რომელსაც უბრალოდ გამოართვეს საეჭვო ან გონივრული ეჭვიდან, ეჭვის საფუძველზე ძალიან ბევრი ადამიანი გადაუყვანიათ, დაუკავებიათ, მიმდინარეობდა გამოძიება. რამდენად სწორია და რამდენად სამართლებრივად არის სწორი, როდესაც ქუჩაში ადამიანი მიდის, მას აჩერებს პოლიცია, აქვს უჩანდება რაღაც გონივრული ეჭვი და გადაყავს ნარკოლოგიური იქნება თუ განყოფილება იქნება. დიახ, ზოგადად გადის აი ზღვარი სახელმწიფოს ინტერესსა და ადამიანის უფლებებს შორის. და რა უნდა ქნას ამ დროს ადამიანმა, რომელიც თulis რომ უკანონოდ მოხდა მისი შეყოვნება. ზოგადად პოლიციის შესახებ კანონი ითვალისწინებს ესეთ შესაძლებლობას, რომ აი სპეციალური ზომა, რასაც ეგრეთ წოდებულ რეიდებს ეძახიან, ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს გამოყენებული შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში, რომ რაღაცა პერიოდული შემოწმება განახორციელოს პოლიციამ, თუმცა აქ როგორც უკვე თქვენ აღნიშნეთ, ეს არ უნდა იყოს აბსოლუტურად თვითნებური და იგივე აი ნარკოტესტირების შემთხვევების დროს შესაბამისი ბრძანება ამბობს, რომ უნდა ჰქონდეს დასაბუთებული ეჭვი თუ რატომ აჩერებს ამა თუ იმ ადამიანს პოლიცია. რაღაც დოზით შემხებლობა არის ეს. მარტო ეს არ უნდა იყოს აპრიორი პირის დაკავების თუ
შეყოვნების და შემოწმებაზე გადაყვანის საფუძველი, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ამ გონიერული ეჭვის არსებობას არავინ არ ამოწმებს პრაქტიკაში. ანუ პრობლემა მდგომარეობს იმაში, თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა აკონტროლებდეს ამას, რამდენად თვითნებურად ხომ არ იყენებენ ამ უფლებამოსილებას პოლიციელები. მე აი ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით მოგიყვანთ ციფრებს, რაც ჩვენ თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვაწოდა და 2016 წლის ანგარიშია შესული. სულ ნარკოტესტირებაზე გადაყვანილი იყო 2016 წელს 22,300 დაახლოებით ადამიანი და აქედან უარყოფითი შედეგი ტესტირების შედეგად აღმოაჩნდა 14,000-ზე მეტს. დიახ. ანუ და მხოლოდ დადებითი იყო 8,000 შემთხვევა დაახლოებით, ანუ უფრო მეტი შემთხვევა არის სწორედ უარყოფითი შედეგი, რაც არის ჩაძიების საფუძველი, იმიტომ რომ ფაქტიურად ამდენი ადამიანი სულ ტყუილად 8,000 გულისთვის დაზიანდა 14,000 ადამიანის კი ინტერესი. ამიტომ ეს არის პრობლემა და ეს რაღაცნაირად რუტინულად არის ქცეული, ამიტომ ჩვენ სწორედ ეს ნარკოტესტირებს წოდებული ქუჩის ნარკოტესტირების საკითხზე გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილი და ვფიქრობთ, რომ აი აქ გარკვეული ხარვეზები არსებობს, ზოგადად პოლიციის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ზუსტად ის, რომ შეიძლება ეჭვი საერთოდ არ იყოს, მაგრამ წარსულის, თქვათ, რაღაცა ინფორმაცია აქვს პოლიციას, რომ წარსულში ეს ადამიანი ნასამართლები იყო. ეს არის დისკრიმინაცია მარტივად, რომ თქვათ. ეს არის, ესე ვთქვათ, არის შეიძლება დისკრიმინაციას არ უტოლდებოდეს, მაგრამ არის რაღაცა ნიშნით ადამიანების გამორჩევა და ფაქტია ის, რომ ეს ციფრები მეტყოლებს იმაზე, რომ უფრო მეტი ადამიანის ინტერესი დაზიანდა, ვიდრე ვთქვათ ამ შემთხვევაში სიკეთე იყო დაცული თან, როცა ნარკოტესტირებას ეხება საქმე, აქ კიდე შეიძლება კითხვის ნიშნები იყოს, ვთქვათ ვისი ინტერესის დაცვაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენ ასევე სახალხო დამცველის პოზიცია ასევე არის ის, რომ რამდენად უნდა პატიმრობაში ხვდებოდნენ ადამიანები ნარკოდანაშაულის, როცა წინ თავიანთ ჯანმრთელობას აყენებენ ზიანს ყველაზე მეტად და ასევე გასაჩივრებული დააობთ ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ პატიმრობის როგორც არაჰუმანური სასჯელის გამოყენებაზე ნარკოდანაშაულებთან მიმართებაში და ვნახოთ რა იქნება თქვათ საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია ამ საკითხებზე. ქალბატონათია, მე ვთქვი, რომ პოზიტივზეც ვისაუბროთ, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ნეგატივს დავუთმეთ დიდით, რომ თუმცა იმ საკითხებს დავუსმით, რაც თქვენს ანგარიშია და შესაბამისად გვერდს ვერ აუვლიდით, იმიტომ რომ ეს არის გადაცემა, სადაც ვსჯელობთ მხოლოდ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და იმ პრობლემებზე, რაც არის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. კარგი, რა გააკეთა ძალოვანმა უწყებამ 2016 წელს და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ვთქვათ, რომ სისტემა იცვლება, სახელმწიფო კარგ ნაბიჯებს დგავს იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცალკეულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, მათ შორის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, როგორიც არის ვიდეო ჩანაწერების გაჩენა და ვიდეო კამერებით აღჭურვა, ამაზე ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე გვაქვს დადებითი პოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ასევე ისეთ საკითხებზე, როგორც არის მაგალითად სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება, რაც არის ასევე წლების განმავლობაში იყო ჩვენი მხრიდან კრიტიკის საგანიც, რომ ვფიქრობდით, რომ ამ მიმართულებით სათანადო კვალიფიკაციის არქონის გამო არ იყო გამოძიებები ეფექტური, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო თავის თანამშრომლების გადამზადება ამ საკითხებზე და საკმაოდ კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამ მიმართულებით, ასევე ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტენდენცია უფრო გაუმჯობესებისკენ არის მიმართული რეაგირებას რაც ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ისევე როგორც სწავლების მიმართულებით. ასევე ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო მათ შორის შეკრებების და მანიფესტაციების დროს მართვის ტექნიკა, მასების მართვის საკითხი და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა პოლიციის მხრიდან. რამდენადაც ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, სწავლებებს ამ მიმართულებით მაინც გადიან პოლიციის თანამშრომლები, თუმცა მაინც
აუცილებელი არის რომ ეს იყოს მუდმივი და განგრძობადი, იმიტომ რომ მაინც არის, იმიტომ რომ ეს შეგვიძლია ვთქვათ, ანუ უნდა ვაღიაროთ ესე ვთქვათ, რომ ერთ წელში და ორ წელში მოგვარებადი საკითხი არ არის. პოლიციაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, ძალიან დიდი კონტინგენტთან გვაქვს საქმე და მათ მუდმივად სჭირდებათ ეს გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, რომ მათ თავიანთი ეს უნარები იმ მიმართულებით განავითარონ, რომ თან შეასრულონ თავიანთი კანონისმიერი ვალდებულება, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვან, კრიმინალი აღკვეთონ, პრევენცია მოახდინონ დანაშაულის, მაგრამ ამავე დროს ეს არ უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე. ეს ოქროს შუალედის დაცვა მათ შორის დამოკიდებული არის ერთი ნებაზე აუცილებლად და ასევე ცოდნაზე და უნარებზე, რაც უნდა ჰქონდეს თითოეულ პოლიციელს და ამისთვის სჭირდებათ მათ სათანადო ცოდნა და სწავლება და ვიცით რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდება, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ეს არ არის ერთ წელში გადასაწყვეტი საკითხი. შეკრებების და გამოხატვის თავისუფლების კუთხით თუ ვილაპარაკებთ, ასევე ეს მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ გახსოვთ, რომ წლების განმავლობაში იყო პრობლემა სწორედ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების გამო, თუმცა დღეს ესეთი მასიური, თქვათ, პოლიციის მხრიდან დაშლის შეკრების და მანიფესტაციის ძალის გამოყენების დაშლის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ნახეთ ბათუმშიც, რაზეც ამაზეც გააკრიტიკა შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ რატომ დროულად არ დაარბია ეს ადამიანები. შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ხომ არ იყო დაგვიანებული გარკვეული დროით. თუმცა მე ვფიქრობ, ჩემი პირადი აზრი არის, რომ ნამდვილად ამ მოქალაქეების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებას ნამდვილად სჯობს მინიმალური ზიანი კონკრეტული ადამიანების მიმართ და შეკრების მონაწილეების, თქვათ, დასისხლიანება და რა ვიცი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგდება თუ შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დასრულება და მძიმე ჯანმრთელობის დაზიანების მიღებას ნამდვილად სჯობს, თქვათ, შედარებით ასეთი ფორმით ძალის გამოყენება, ამიტომ უფრო ნაკლებად, ესე ვთქვათ, გასაკრიტიკებელი არის თუნდაც მარტის მოვლენებთან დაკავშირებით აქციებთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ სამართალდამცავი უწყება უფრო ჰუმანურია, ვიდრე იყო ეს წინა. თუმცა აქ მეორე პრობლემასთან გვაქვს საქმე, ხანდახან ესეთი მდგომარეობა იქმნება, რომ პოლიცია ვერ უზრუნველყოფს აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვას სხვა მათ დამიკრიტიკულად განწყობილი ჯგუფისაგან. აი მაგალითად წინა საარჩევნო პერიოდში გვახსოვს ყველას ეს კორცხელის ინციდენტი, სადაც იქ აუცილებელი იყო პოლიციის ჩარევა იმ კუთხით, რომ ფიზიკურ პირებს შორის არ მომხდარიყო ასეთი ტიპის დაპირისპირება და სხვა ცალკეული შემთხვევები, როდესაც პოლიციამ ძალა კი არ გამოიყენა თვითონ, ან არ შექმნა პირობები, რომ რაღაცა შეკრება ჩაეტარებინათ კონკრეტულ მოქალაქეებს, ან ვერ უზრუნველყოს სხვა კრიტიკულად განწყობილი საწინააღმდეგო აზრის მქონე პირებისაგან მათი დაცვა. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობდით გადაცემაში. ძალიან ბევრი თემა დაგვრჩა, რაც არ გაგვიხილავს. ეს არის როგორც შრომის ინსპექციის და შრომის კოდექსის მიმართულებით, შრომის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, ეს არის უსახლკაროთა პრობლემა, ეს არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ეს არის პირადი ცხოვრების და ოჯახური ცხოვრების უფლების ხელყოფა. ბევრი თემაა, რომელიც თქვენს ანგარიშია და ყველა თემა გარკვეულწილად კი არა, კავშირშია ადამიანის ძირითად უფლებებთან, რომ იყოს დაცული. იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ გვესტუმრებით 2017 წლის ანგარიშის გამოქვეყნებამდე და ვისაუბრებთ აი უკვე დანარჩენ თემებთან დაკავშირებით. გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ სამართალდამცავ უწყებაში მიმდინარე დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ამ გადაცემაში მეტნაკლებად ვისაუბრეთ და მოვახერხეთ. იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ ერთხელ გვესტუმრებით და უკვე განვიხილავთ სხვა კონკრეტულ მიმართულებებს ანგარიშის მიხედვით. ბატონო, აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და სიღრმისეული საუბრისთვის. მადლობა თქვენ, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მსმენელს კი შევახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე. ჩვენ დავუბრუნდებით მომავალ ოთხშაბათს უკვე სხვა თემით და სხვა სტუმართან ერთად. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად და გვისმენთ. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა.
გადაცემის სპონსორია იურიდიული კომპანია ანასტასიო. მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც აუცილებლად აისახება ხარისხზე. იურიდიული კომპანია ანასტასიო. 591 60 11 12